რჩება ყოფილი პრემიერისგან ახალ ხელისუფლებას დაპირებული სტატისტიკა ნაციონალური მოძრაობის ექსპერტების მიერ შემუშავებული საბიუჯეტო მონაცემები და რიცხვები, რომლებსაც ეკონომისტები არენდობიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც მისი შეფასებით საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს, საზოგადოებას არაორდინარულ გარემოში გააცნო. ყოფილმა პრემიერმა ეკონომიკური მაჩვენებლის კლების მიზეზად ბიზნესზე ზეწოლა, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და ახალი ხელისუფლების ეკონომიკური კურსის არარსებობა დაასახელა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ცვლილება ეკონომიკაში ნახეთ ანა ლაპიაშვილის და გურამ ბოჭორიშვილის სიუჟეტში. მოდით განსხვავებული ფორმატი გადავწყვიტეთ ამ განსხვავებული ფორმატით ბრიფინგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ეკონომიკური მაჩვენებლების პრეზენტაციისთვის დაგეგმა. ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს ერთი კვირის წინ მიცემული პირობა შეუსრულა და ის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, რომელიც ყოფილი პრემიერის განცხადებით ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურმა ექსპერტებმა მოიპოვეს და რომელიც მათივე შეფასებით საბიუჯეტო კრიზისის მაჩვენებელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლისგან განსხვავებით 2011 წლის 4-ვე კვარტალში შეენიშნებოდა. გასული წლის მონაცემებით კი მეოთხე კვარტალში 2.3%-იანი კლება დაფიქსირდა. 2012 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოპოზიციის ინფორმაციით -1.5%-ია. რაც შეეხება დღეგეს ბრუნვებს, მერაბიშვილის თქმით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2012 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6%-ს, ნოემბერში 3.6%-ს, ხოლო დეკემბერში -5.2%-იანი მაჩვენებლით დაფიქსირდა. ვანო მერაბიშვილის დღეს წარდგენილი მონაცემების მიხედვით 2012 წლის ექსპორტის მაჩვენებელი დეკემბერში -22.4%-ია, იმპორტის კი -9.1%. თუ დააკვირდებით, ყველა ეს ციფრი ერთმანეთთან კორელაციაშია, მცირდება ეკონომიკური აქტიურობა, მცირდება ეკონომიკური ზრდა. ზეპირი ციფრები აქვს დაწერილი, მე ესე მგონია. ყოფილი პრემიერი დღეს ერთმანეთზე დამოკიდებული მონაცემებით საბიუჯეტო კრიზისზე კიდევ ერთხელ საუბრობდა. ეკონომისტები კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებას არ ეთანხმებიან. სტატისტიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვიდრე დაუშვათ დაუზუსტებელი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. სტატისტიკის მონაცემების მიხედვით კი საგარეო ვაჭრობის 2012 წლის მონაცემები გაზრდილია, თუმცა დეკემბერში შემცირება ექსპორტსა და იმპორტს ერთდროულად შეეხო. ექსპორტის შემცირებამ შეადგინა 21.5%, ხოლო იმპორტი შემცირებული არის 8.5%. როგორც ნოემბერი, ასევე დეკემბერი იყო დეფლაციური იმას ნიშნავს, რომ არის ფასების შემცირება. ხოლო ეკონომიკური ზრდასთან მიმართებაში ჩვენ ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ წინასწარ შეფასებების საფუძველზე პირველი 2 თვე, კვარტლის პირველი 2 თვე საუბარი არის ოქტომბერზე და ნოემბერზე, ჯანვარის და არის 3.7%, თუმცა როგორც ოქტომბერში, ასევე ნოემბერში ზრდის ტემპი შედარებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო, თქვა, სექტემბრის თვემდე. საზაჭერეთის ინფორმაცია, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შინაარს ნაწილობრივ ემთხვევა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლებას ეკონომიკური ექსპერტებიც და ფინანსთა სამინისტროც ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებით ხსნიან. ნებისმიერი არჩევნების დროს ბიზნესი გადადის მოლოდინის რეჟიმში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. ეს ყოველთვის ეგრეა, განსაკუთრებით ეს ბოლო არჩევნები გამოირჩეოდა სიმწვავით. შეიძლება საერთოდ შეტრიალება საკითხის, თუ რატომ მოხდა, თქვა, წლის დასაწყისში გადახურება ეკონომიკის წინასწარ ხარჯების გაღება, იმისათვის რომ, თქვა, არჩევნებამდე შექმნილიყო გარკვეული, ასე ვთქვათ, სხვა გარემო და არჩევნების მერე უკვე აღარ ეფიქრა. დავით ებრალიძემ ბიუჯეტის შევსების ტემპებთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა. თუმცა ფინანსთა სამინისტროს ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით დღეს არაფერი უთქვამს. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება კი ვანო მერაბიშვილმა რიცხვებით манипуляციად შეაფასა. ეს არის ციფრებით манипуლირება, საერთოდ არასოდეს არ ხდება საქართველოს ეკონომიკის შექმნის შეხედვით დინამიკას. წინა დღესთან შედარება ყოფილი პრემიერი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, მანამდე კი საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და კოალიცია ქართულ ოცნებას რჩევაც მისცა. ჩვენ მთავრობის შემთხვევაში მთავრობა გადავიდოდა საგანგებო რეჟიმში, ჩაერთვებოდა ხელისუფლების ყველა შტო, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა რეგიონალური შტოები და ერთად იფიქრებდნენ, როგორ გამოსულიყვნენ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან. გაითვალისწინებს თუ არა მართველი ეკონომიკური გუნდი წინა ხელისუფლების რეკომენდაციას, ფინანსთა სამინისტროსგან დღეს ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა ვერ შევძელით. ნოდარ ხადურის უწყება ვანო მერაბიშვილის ბრიფინგს არ გამოხმაურებია.